უკანასკნელი დუდუკის ამგი, რომელიც დაწერა კობიას ლანჯელორმა ივრითულად, მხოლოდ ქართული გულითა და სულით, რაც უსწავლია და გაუგია თავის ოჯახში. დედისგან, მამისგან, ბებიასგან და ბაბუასგან. რომელსაც არის აღწერილი ცხინვალის ერთი პატარა კუთხის ერთი ოჯახის ამბავი, რომელიც ძალიან გულთან არის მისატანი. შეიძლება ისეთი პროფესიულად არ არის დაწერილი, მაგრამ მაინც მოსმენა ძალიან გულთან მიგოტანილებს ამ ამბავს. აბა მოვისმენთ. ცხინვალის შუაგულში კაპიტან დინარე ლიახვი ცერკად მოედინებოდა. დინარის ახლოს მაღლობზე იდგა ერთი პატარა აივნიანი ფიცრული სახლი და ამაყად გადასცქეროდა ლამაზად მოჭხრიანი ლიახვის. მის ხამს ღამით რომ დაკვირვებოდით, ფრინველთა გუნდის შრიალს მოგაგონე. მართლაც საუცხო ადგილი იყო. ამ პატარა ფიცრულ სახლში ცხოვრობდნენ ყრბად მოხუცებული ცოლი და ქმარი, მიხა პაპა და მარო ბებია. მიხა პაპა 90 წელს გადაცილებული იყო, მარო ბებია კი 85-ს მოახლოვდებოდა. ერთ ზაფხულის დილას მზე ამოსვლას რომ აპირებდა, პაპა მიხას ოთახის კარები ნაზად გაჭრიალდა და ოთახიდან მძიმე აკრეფილი ნაბიჯებით და ჯოხით ხელში ნელ-ნელა გამოვიდა მიხა. მიხა მოეჯას მიუახლოვდა და ხელი მაგრად ჩასჭირა. დინარეს გადახედა, ერთი მძიმე ნაღვლიანად ამოისუნთქა და სუფთა ჰაერი ხალბად ჩაესუნთქა. იდგა ცოტა ხანს, ხან დინარეს უყურებდა, ხან მის მაღლა მთებს, ცასწრომ ხდებოდა მათი მწვერვალები, სადაც ზაფხულშიც თეთრად მოსჯონდა მათ გულზე დადებული თეთრი თოვლი. დილის ნისლის სუფთა ჰაერი ტრიალებდა მიხას ეზოში. ამოსული მზის სხივები ნისლს რომ დაეცემოდა, ისე სჭრიდა როგორც პასრი ხმალი და უფრო სილამაზებს მატებდა არემარეს. იქვე ჩიტების შრიალი ისმოდა, ჩიკ-ჩიკი, ბულბულის გალობა, იქაურობა სამოთხეს მოგაგონებდა. უყურებდა მიხა პაპამ, სილამაზეს უყურებდა, ისეთი გამცვიფრებით, ვითომც პირველად ხედავდა. დაუკვირდა თავის გულში ჩაელაპარაკა. ეხ, მიხა, ნეტა ვიცოდე კიდევ რამდენი დაგჭა სიცოცხლე, რომ უყურო ამ ქვეყნის სიკეთეს. კიდევ რამდენ ხანს მოისმენ ამ ლიახვის ჭხრიალს და ჩიტების ტვენას. ამ ქვეყნის სურნელს როდემდე იგრძნობ. ამ ლაპარაკით იქვე გვერდზე პატარა ტახტზე ჩამოსდა, კედელს სულგი მიაყოდა. ცალი ხელი უთაკაზე დასდო და მზეს შეხედა, რომელიც უკვე ნახევრად ამოსული იყო. შესწკედა მიხა მზეს, მანამ თლიანად ამოვიდოდა. ის ელოდა მის ამოსვლას თითქოს მზეს, მიხასათვის ახალი რამე უნდა ეთქვა და ყურში ჩუმად ჩაეჭურჭულებინა
მიყურე მიხა მიყურე დღეს კიდევ საბოლოოდ მეორედ ვეღარ ვნახავ დილამ მშვიდობისა მიხა მოესმა მიხას მეუღლის ნაზიხმა რომელსაც ხელში ხონჭა ეჭირა ზედ კიდევ რამოდენიმე აგუნდავებული პურის ცომი ედო და სათონეში შევიდა მარომ გახურებულ თონეს ჩახედა და კიდევ ორიოდე ფიჩხი ჩაუმატა და თონე ლამაზად აპრიალდა მარომ დააწყო თონის გუნდები თონის თავზე და დაელოდა თონე რომის დანელდებოდა თონე რომ დანელდა თონის ბალიშით ძლივს მიაკრა რამოდენიმე ცალი პური გახურებულ თონის კედელზე თავი დაახურა მარო სათონედან გამოვიდა და აივანზე ჯდარ მეუღლეს უკვე დილა ადრიან დამზადებული პატარა ხონჩით ზაგუსკა მიუტანა ერთი კიტრი ერთი წითელი პამიდორი და თბილ წყალში დამბალი ლაშე ყველი დაუდგა ტახტთან მდგარ პატარა მაგიდაზე მიხას თვითონაც გვერდზე მოუჭდა უცბად მარობებია წამოხდა მაიმე პური არ დამეწოს და თონისკენ ახალგაზრდა გოგონასავით გაიქცა თონეს რომ ახადა პური ისე იყო დაბრაწული თითქოს ოქროს წყალში ამოგივლებიათო მაგრამ გამოვცხარი პურები ამოიღო და ოვიცალი მიხას მიურბეინა ტახტზე გვერდით მოუჯდა მიხამ ცხელი პურის შუაზე გადადეხა და ნახევარი მეუღლეს მიაწოდა თვითონ კი ხამბათ მოგბიჭა ისე მომდომებით თვითონ წარასოდეს ცხელი პური არ ეჯამოს მიხა პაპამ გადმოხვა ხელი და ტახტის ქვეშიდან პატარა დოქით არაღი გამოიღო ჩიქაში დაასხა ხელის კანკალით ცოტა ძირს დააქცია ჩიქა ხელში აიღო და მაღლა ცას შეხედა ულვაშებში ჩაიცინა მხოლოდ გულის ტკივილით ამოსთქვა სიცოცხლეს გაომარჯოსო და ერთიანად ხელის კანკალით გამოსცალა პატარა არხის ჩიქა შეუდგნენ ნენა და ცოლ-და ქმარი დილის ზაგუსკას უკვე დილა ადრია ორივე დაღლილები ჭამა რომ დაასრულეს ქმარი ოდნება ცოლს ჩემო მარო აბა გადახედე ახლა მეზოში ხომ პატარა შვილიშვილები უნდა თამაშობდნენ ეხ ჩემო ქმარო იმომს დაუდგეს თვალი რომ ორივე შვილი ერთ წელს გამოგვართა და დავრჩით ასეულ პატრონად დამთავრებული არ ჰქონდა რომ ორივეს თვალები ცრემლით აევსოთ გაიჯერებ რომ 30 წელი გავიდა აბა რა გითხრა ჩემო მარო ჩვენს ხელში არაფერი არ არის ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის მოპასუხა მიხამ ვირა ბედი დაიღვლით ივადება ეს მარტო მაღალმა ღმერთმა იცის ჩვენი ზღა დაგვრჩენია რომ ყველაფერს უნდა შეურიგდეთ ბედზე უარი არავინ არ უნდა სთქვას იჯდნენ ასე მოხუცი ცოლი და ქმარი და ერთმანეთს შელაპარაკებოდნენ რაგაც სქეროდნენ ჭისკრის კარებს იქნებ ვიღაცამ კარი შემოგვიღოს მიხას უნდა და ცოლისთვის გული მოეყო და ეუბნება გახსოვს მარო ახალგაზრდა რომ ვიყავი ხარს რქებში ხელს რომ მოვკიდავდი მიწაზე გავაგორებდი აი დედასა ახლა პეპელასაც ვეღარ დავაფრთხო
ასე არ არის ჩემო მარო ჩაეცინა მიხას რასიზამ ჩემო კარგო მიუგონოზად ცოლმა ჩემთვის ისევის ბიჭი ხარ რაც იყავი მაშინ რა გონია კი არ დავიწყებია პირველად რომ დაგინახე გულესი ამიჩორჩქავ და კინაღამ გამისხდა მიხამ ცოლს შეხედა და ეუბნება ეგრე ჩემო კარგო გული გამიკეთე თორემ სულ დავკარგე ჩემი თავის იმედი იცი მარო უკვე 70 წელი ერთად ვარ და კიდევ ვერ ვნახე ის ლამაზი სიტყვები რომელიც შენ შეგეფერება რომ გითხრა იცოდე რომ შენ იყავი ჩემი პირველი სიყვარული მაგრამ არ ვიცი რისთვის გეუბნები დღეს ამას არასოდეს არ მithქვავს მე მგონი სტილიდანვე რაღაც ცუდი გრძნობა მაქვს ვიცი არ უნდა მეთქვა მაგრამ მაინც გითხარი ამის გაგონებაზე მარო ბებიას წევლები წამოვიდა ეს რას თქვი კაცო რა თქვი ისეთი შეგაიქალო ცრემლები ხვალისთვის შეენახე უპასუხა ხმარმა ამ ლაპარაკში იყვნენ და რომ ესოში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა ირამ შვიდობისად მოხუცებო მიაძახა ბიჭმა ეს ახალგაზრდა ბიჭი ზურიკო იყო მოხუცი ცოლი და ქმარის შვილების მეგობარი რომლებიც ომში ერთად წავიდნენ ზურიკო ომიდან დაბრუნდა მათი შვილები კი ორივე დაიღუპნენ ზურიკო მოხუცებს ყოველ დილით მიაკითხავდა ხოლმე შეეკითხებოდა თუ რამე უჭირდათ მოხუცებს დაეხმარებოდა მაშინ მოხუცები ისე უყურებდნენ ზურიკოს როგორც თავად საკუთარ შვილს მოხუცებს ძალიან გაეხარდათ მისი დანახვა და მიაძახა პაპა მიხა დილამ მშვიდობისა შვილო ზურიკო ავოდი მაღლა ზურიკო აირბინა პატარა კიბე და მოხუცებს გვერდით მოუჭდა როგორ მზადებით პაპა და ბაბო ხო არაფერი გიჭირ დაგეხმაროთ არა შვილო ჯერ არაფერი ცოტაოდნელ ხნის შემდეგ მიხა პაპა ეუბნება ზურიკოს იცი შვილო ზური შენ ისე მიგვაჩნი ხარ როგორც ჩვენი საკუთარი შვილი ეს ხომ შენ კარგად იცი უთხრა მიხა შენ დანახვაზე ხარ ვტირით ხარ ვიცით მაგრამ მაინც ძალიან მიხარია შენ დანახვა დიდი იმედით გიცქერით რომ ჩვენ შენს გარდა არავინ არ დაგვრჩენია არაფერია მოხუცებო ნუ გეშინიათ მე თქვენთანა ვარ უთხრა ზურიკო სიცილით და პაპასა და ბაბოს ხელები გადახვია მაგრად იყავით მე თქვენ არაფერს არ მოგაკლებთ ისე მიგულეთ როგორც თქვენი შვილები შვილო ზური ერთი პატარა სათხოვარი მაქვს შენთან თუ შეიძლება ვიცი რომ ოას არ იტყვი მიხამ უბეში ხელი ჩაიყო და ცხვრის სახოცი ამოიღო გაკვანძული ეთქობოდა რომ შიგ რაღაც იყო გამოგრული მიხამ ძლივს გახსნა კანკალი ხელის კანკალით და შიგნიდან დავუჭრული ფული ამოიღო და ზურიკოს გაუწოდა აი ეს ფული შვილო ჩვენ ამის მეტი არაფერი გავაჩნია სიკვდილის დღისთვის ვნახავდი ამ ფულს ხომ იცით ჩვენი შვილების დაღუპვის შემდეგ ჩვენ სახლში მუსიკის ხმა არ გასმენილა და დღეს რაღაც გულმა და სულმა მომცა რომ ჩემ სახლში კიდევ ერთხელ გაისმას ტკბილი დუდუკის ხმა აი ეს ფული წადიდა მოიყვანეს სამი მედუდუკე რომლებიც ქვეყანას აცოცხლებენ და ამ პატარა სტოლზე საბოლოოდ გლეხურად ვიქეებთ ვინ იცის შეიძლება ხვალუპე აღარ იყო და დაგვიანდეს ეს ყველაფერი ჩამაყოლება ამ ჯავს საფლავში შემისრული რასაც გეტყვი ზურიკოს ჩაეცინა
ზურიკომ ფული პაპა მიხას ისევ ცხვრის აღოჩი გამოუკრა და უთხრა რას ლაპარაკობ მამა მე უფულოდაც მოგიყვან ეგ ჩემზე იყოს არა შვილო არა ფულს რომ გადავიხდი უფრო ჯიგრიანად მოვისმენ უთხრა მიხა პაპამ ზურიკომ მაინც თავისი გაეტანა და ფული პაპა მიხას უბეში ჩაუდო ერთი საათიც არ იყო გასული რომ მედუდუკეები უკვე პაპა მიხას სახლში იყვნენ დამგვრელებმა მოხუცი რომ დაინახეს მაშინვე იცნეს რომ ეს კაცი ახალგაზრდობაში როგორი მოქეიფე და როგორი თამადა ყოფილა ყველა კეიფში და არც დამგვრელებისთვის დაუნანია ფული და არც ფულის ხარჯვა დაკლებია მუსიკოსებისთვის მიხვდნენ რომ ეს მოხუცი მუსიკის დიდი მოყვარული იყო მიხას ძალიან გაეხარდა მათი მოსვლა და ისე იქცეოდა როგორც ახალგაზრდა არობები ამ პატარა მაგიდაზე დააწყო თუ რაც ჰქონდა ოჯახში ზურიკომ ტოქით ღვინო მოარბეინა და პურმანიტი გაიმართა დამგვრელები სუფრის გარეშე მოდასდნენ მიხა პაპა მოისვა ბებია მარო გვერდით სუფრის თავში ფერზე ნელ-ნელა წამოდგა და მედუდუკეებს ეუბნება მე მგონის რომ დღეს საბოლოოდ მოვისმენ დუდუკის თქმილ ხმას და ისე დაუგარი თვითონ დღეს ჩემი გასვენების დღე იყოს მარტო ეს თქმილი ჰანგი ჩამწვება იმ ქვეყანას სხვა არაფერი დამფრელები ერთმანეთს უყურებდნენ და თვალებში ცრემლები მოსდიოდათ მედუდუკებმა აწეს დუდუკები ყამიშები ღვინით დაასვენეს და აგერ მზად არიან დასაკრავად გაისმა მიხას ეზოში თქმილი დუდუკის ხმა გაიღვიძა 30 წლის მიძინებულმა და დაობლებულმა არემარემ ლიახვის პირმა დილის სარის ხმამ გადააფარა თავისი ჰანგები მთელ არემარეს ბულბულებმა შეწყვიტეს სიმღერა და მათაც დაუგდეს თქმილი მუსიკის დუდუკის ხმას ყური პაპა მიხა ზის მაგიდასთან და ისე სიამოვნობს ვითომ უკვე დაიწყო დნობა სულის სამთელმა მას არიღებს რომ არც ერთი ჰანგი არ გამოეპაროს მიხა მაღლა აიხედა დაინახა ისეთი მოწმენდილი ლურჯიცა რომ თავის დღეში არ ენახოს არც ერთი პატარა ღრუბელი არ ფრინავდა ცაში ნიავიც არ საიდან კროდა მოკლედ მარტო დუდუკის ხმა მოეფინა ჰაერში მიხამ ხელის მტევარში თავი ჩასდოდა ნიდაყვით მაგიდას დაერქმო არ იცოდა რა იქნა სიამოვნებით მაგრამ სურდა ერთი თავის არაჩოღურად რამე ეთქვა არაძალა აღარ მოსდევდა პირველი მუსიკა რომ დაამთავრეს პაპა მიხა ფეხზე ადგა ბოლო ძალა მოიკრიფა დოქს ხელი მოჰკიდა ისე აიღო დოქი სავსე როგორც ახალგაზრდა მეორე ხელით თიხის ჯამი აიღო და წითელი ღვინით შეავსო და წარმოსთქვა ყარაჩოღურად მხოლოდ ნაზი ხმით ეხ მიხა სადღა გაიგებ ამ მუსიკის ხმას ვინ მოვა და ვინ დაგიკრავს საფლავზე მოგდები და ყველა დაგივიწყებს მომგონებელიც არ გეყოლება მიხას თეთრ ულვაშებზე თვალებიდან ჩამოცვენილი წვეთები დაეცა მიხა წამორძიგდა და ცოლმა ხელი შეავლო მიხამ ვითომ იუგადრისავდა
ისევ მაგრად დადგა. მიხას ჯამიდან ცოტა ღვინო დაეღვარა მიწაზე და მიწამ ღვინო უცბად შეიწოლა. ღვინის წვეთები. მიხამ დაენახა რაც მოხდა და თქვა: ეხ მიხა, შენ ცაზე შეგიწოვს ეს წვიცა, როგორც ბევრი შენნაირი შეუწოვია. ასე ყოფილა და ასე იქნება. მანავეს მზელა მთვარე იარსებებს. ბევრი წასულან ჩემნაირი მეც წავალ და ისიც ვიცი რომ კიდევ ასეთი ცხოვრება გაგრძელდება. მიხამ სამღერგზელო დაიწყო. მე მინდა მადლობა მოუხადო უფალ ღმერთს, რომ ადამიანს აბერებს. უფალი იმიტომ აძლევს სიმერეს, რომ ნელ-ნელა დაუძლურდეს, დაკარგოს ძალა, დაკარგოს სმენა, დაკარგოს სინათლე, ბოლოს დაკარგოს სურვილი სიცოცხლისა და ბოლოს ისე შეზრუნდეს თავისი სიცოცხლე, რომ თავისი ენით სიკვდილი ინადროს. აი ასია შექმნილი ქვეყანა, ასია შექმნილი ადამიანი რომ არ ბერდებოდეს, დაიცოცხლოს ისე როგორც უნდა 100-120 წელი. სიცოცხლე ძალიან დაენანება და სიკვდილს ისე არ მიიღებს როგორც მოხუცი ადამიანი. მიხამ ამაყად ნაზიხმით კიდევ თქვა: მე დედუკეებს ერთი თქმილი დაკვრას თხოვა. ლექსი დაიწყო დაბალი ხმით, მხოლოდ გასაგონად. მისმინეთ ყველა, თუ როგორი სიცოცხლე გავატარე ამ წუთი სოფელზე, თუ რა ყოფილ ვარ, ახლა უკვე გვიან არის. ზოგმა ნახა, ზოგმა შეიძლება ას დაიჯეროს. მისმინეთ, მიხამ ლექსი დაიწყო. ქრისტეს მინდა ამ ქვეყანას ვარსკვლავივით შევაბერდე. მანამ ამ ქვეყნად ვიარე, კიდეც თქვი ბევრიც ვიმღერე. დიდთან მუდამ დიდი ვიყავ, პატარასთან სულ პატარა. ყველას ხილი გავიხარე, ჭირში სულ პირველი ვიყავ. კარგი მუდამ კარგად ვაქე, ცუდი სამრისხველი ვიყავ. არც ბევრი ვთქვი, არც ვიმუნჯე, სიმართლისთვის თქმელი ვიყავ. ცოცხლობდი, ყველას ვარგოდი, სახსენებლად კარგი ვიყავ. ბოროტისთვის ბასრი ხმალი, კარგის ნაქებარი ვიყავ. სიყვარულსა წინ უძღოდი, მეჯნურისთვის ვარდი ვიყავ. არაზულდო ჩემი ნახვა, გზაში დავარდნილი ვიყავ. წავალ ყველას დავენანო, უპატრონოდ არ წავიდე. არას თქვან კაცად არ ვარგა, გინდაქ ვიყვე, გინდიქ ვიყვე. დუდუკებით გამაცილეთ, ტირილისთვის არ ვარგოდე. მიხამ ლექსი დაამთავრა. განცვიფრებით შესკეროდნენ ყველა. აპამჟამი ნახევრად შესოდა, მე დუდუკეს თხოვა, დაკვრა არ დაემთავრებინა. დაჯდა ჯამით ხელში, ცოლს მიეკუდა. ცოლმა უთხრა: მიხა, დადევი ჯამი მაგიდაზე. მიხამ მოარ უთხრა და ჯამს ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა. მიხამ თვალები დახუჭა და თავის გულში
ეხვეწება ღმერთს. ღმერთო დიდებულო, ძალიან გამწარებული და დაძაბული ცხოვრება მარგვნე. ორი შვილი მომეცი და ისიც ახალგაზრდობაში გამომართი უკან. დამტოვე ასეულ პატრონად. მაგრამ მე შენთვის ცუდი არაფერი მეკადრებია. მაინც შენს ქებაში და ლოცვაში ყოფილ ვარ. ახლა ერთ საბოლოო მაინც შემისრულე, რომ ამ ტკბილ დუდუკის ანგების ქვეშ მიიღო სული ჩემი, მომწყინდა ასე ყოფნა, ჩემი უკვე აღარაფერი აღარ ვარგა. მხოლოდ ჩემს მეუღლე მაროს მინიხედე და ამით დავამთავრებ შენს პატივისცემას. თითქოს უსმინა ღმერთმა მიხას და ამოხვდა სული ტკბილი დუდუკის ანგების ქვეშ, ვინის ჯამი ისევ ხელში ეჭირა, ისევ მიყუდებული იყო თავის მეუღლე მაროზე. მხოლოდ თვალები არ დაუხუჭავს და არც სახეზე რბილი შეშლია. შეწყდა დაუმთავრებელი მუსიკის ხმა. მეორე დღეს პაპა მიხას საფლავზე ისევ აჟღერდა შეწყვეტილი დუდუკის ხმა, მხოლოდ მიხას აღარ ესმოდა. დუდუკმა ისევ გააგრძელა სიცოცხლე, მიხამ კი დაასრულა. დარჩა მარობებია ფიცრულ სახლში ბაღდოთ. მზე ისევ ყოველ დილით ამოდიოდა, ლიახვი ისევ მოჩხრიალებდა, ისმოდა ფრინველთა გუგუნი, ფრინველთა ჭიკჭიკი ბულბულის თვენა, გადახედავდა მარობებია ისევ ყოველ დილით არემარეს, არავის ვეღარ ხედავდა, მარტო ზულიკო იყო მისი ნუგეშის მიცემი. მარობებიაც ეხეცა ღმერთს მიხასთან წასვლა, მაგრამ ჯერჯერობით მისი მსმენელი არავის ჩანდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დავამთავროთ. კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს დაწერა ჩემმა ჭმა კობიას დაძელოვმა ივრითულ ენაზე, და აქ დაბადებული არაფერი არ იცის, რაც გაუღია საქართველოზე, ცხინვალზე, ქართული გულითა და სულით გადავთარგმნე. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩემ შვილს ასეთი მდობიარე ყოველისათვის. მეგონისო თქვენთვის სიამოვნებთ, დიდი მადლობა. კარგად დარჩებოდეთ.